მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს, სოლიდარობა მზია მადლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. იმ პერიოდში საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს არ გაგრძელებულა და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა. ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად 70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიებზე საზეიმო ღონისძიებები იმართება. მათ შორის ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების თემატიკის სივრცეები შეგვხვდებათ, გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები, მოწყობილია საბავშვო გასართობის სივრცეები და ასე შემდეგ. ღონისძიების ორგანიზებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 250,000-ზე მეტი იხარჯება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ შეპესე ვანილა ივენს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულება ზემოთ ხსენებულ თანხაზე გაუფორმა. ჩემი განსაკუთრებული ნიშა, რა ვიცი ხა, რო ვთქვა ესე ვერ ვიტყვი თამამად, რომ ამით განსხვავებული ვარ, უბრალოდ ვარ განსხვავებული იმით, რომ მაქვს ძალიან მრავალფეროვანი ხელოვნება. ვარ მხატვარ დიზაინერი და თქვენ სწორედ აღნიშნეთ შეკითხვაში, რომ მე ვიყენებ იმ ნივთებს, რაც არის ხალხისთვის წარმოუდგენელი, ანუ ფიქრობენ, რომ გადასაყრელია და აღარ გამოდგება და რაღაცნაირად ხოლმე აი აქედან გამომდინარე ვთვლი რომ არაფრისგან რაღაცის შექმნა უფრო ხელოვნებაა, ვიდრე ახლა ზოგადად ტილოზე მხატვრობა და რაღაცა, იმიტომ რომ ტილოზე ვხატავ და ჩემთვის ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ როცა არაფრისგან ვაკეთებ ამ რაღაცებს, ხო, არის ძალიან დიდი წარმატება ჩემთვის პირადად როგორც ხელოვანისთვის, იმიტომ რომ უფრო საინტერესო გამოდის ხოლმე. ეკოლოგიაზე შესაბამისად გადაგდეთ ისე. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს აუთვისებელი მასალა, რომელიც აი რაღაცნაირად აი მე მენანება ხოლმე და მიფიქრია ხშირად, რომ ხო შეიძლება რომ აქედან რაღაცა გავაკეთოთ და კი, ვაკეთებთ იმას, რაც შეიძლება აი ნაყიდი მაღაზიაში ნაყიდი მასალით ვერ გავაკეთოთ ესეთი კარგები, როგორიც არის მეორადი მასალისგან. ამ ტექნიკას ქვია ბუმბულ ფერწერა ბუმბულით. თვითნასწავლი ხელოვანი გახლავართ. რამდენიმე წელია ვასრულებ ამ ეს არის ჩანჩქერი, ეს ქაჯეთის ციხე. 2016-ში პირველი ადგილი ავიღე ამ ნამუშევრით, გამოფენა, გააყიდვა და შეფასება იყო კონკურსი. ეს არის სვანეთი. ეს რამდენი წელია რაც აკეთებთ ამას? 10 წელი იქნება დაახლოებით. ჩვენ მხარეში არავინ არ აკეთებს, მე ვარ მხოლოდ 24 წლის წინ ასლან აბაშიძის დროს ორმა ახალგაზრდა ქალმა მზია მაღლობელმა და ეთერ თურაძემ დამოუკიდებელი გაზეთი შექმნეს. ბათუმელები ნეტგაზეთის ერთ-ერთი დამფუძნებელი მზია მაღლობელი თარიღს პატიმრობაში ხვდება. მზია მაღლობელი ორჯერ 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ცოტა ხანში გამოუშვეს და რამდენიმე საათში უკვე 12 იანვარს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. იურისტები ამბობენ, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ამაღლობელის დაკავება პოლიტიკურ მოტივებს მიუთითებს. მზია მაღლობელი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24 დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს. მზია მაღლობელის სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. შეხვედრამდე.